მთავარი შაბათს ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ახლა კი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იკერება საქმეები და როგორ ნადგურდება ადამიანების ცხოვრება. მოქალაქე, რომელიც თვეების განმავლობაში პოლიციას რეკეტში ადანაშაულებდა, 13 წლით გისოსებს მიღმა გაუშვეს. წალკაში მცხოვრები ბიზნესმენი მკვლელობისთვის და ყაჩაღობისთვის გაასამართლეს. საქმეში მტკიცებულებები არ აღმოჩნდა. აღმოჩნდა მხოლოდ ერთი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც პრაქტიკულად ფაქტზე გამოიჭირეს სამართალდამცველებმა. ბიზნესმენის ოჯახი სამართლიანობის აღდგენას და იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, ვინც მას მფარველობას სთავაზობდნენ და ამის სანაცვლოდ ფულსაც ითხოვდნენ. უარის შემდეგ კი ოჯახი ეჭვებს, რომ აი ამ ფორმით საქმე შეკერეს და მასზე შური იწვეს. რატომ გააკეთეს ეს ასე? რა უნდათ? მე ვაბრალი პოლიციას ამ ყველაფერს. რომ ეს ყველაფერი მათი მოწყობილია. სასტიკი მკვლელობის შესახებ წალკაში ყველა მიცის. შემთხვევა 2019 წლის 9 დეკემბერს სოფელ არწივანში მოხდა. 85 წლის მოხუცი საკუთარ სახლში ბლაგვის საგნით მოკლეს. სავარაუდოდ მის გასაძარცვად შესულმა პირებმა ფულის წაღება ვერ შეძლეს და მოხუცი მძიმე დაზიანებებით მიატოვეს. სოფელში მკვლელობის დეტალები მალევე გახმაურდა. საზარალი შემთხვევიდან უკვე 9 თვე გავიდა. ადგილობრივებმა ყველაფერი იციან, თუმცა კამერებთან საუბარს ყველა თავს არიდებს. მე არაფერს შემჭირდებოდა ფული. მე მქონდა ყელამდე ფულის მაგ და ცხოვრებაც. არაფერში. ვინ დამაჯერებს მაგას, რომ ჩემმა მეუღლემ გაყვა იმას ფული ჭირდებოდა და თავის ბერძენთან შეყვა, რომ მოუკლათ, რომ შენ ფული გჭირდება. ამას ვერ დამაჯერებს. ამას არ გააკეთებდა. არავითარ შემთხვევაში. მკვლელობიდან 2 დღის შემდეგ პოლიციამ სოფელ არწივანის მკვიდრი ნუკრი ბერიძე დააკავა. ბრალდებულმა ჩვენებაში მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი მიხეილ შუშანოვი დაასახელა. ფაქტს, რომ ძარცველები ორნი იყვნენ, ვერავინ ადასტურებს. მოკლულ მოხუცს მეზობლები არ ყავდა. სახლში ერთზე მეტი პირის შესვლა ვერც ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა. ოჯახის მტკიცებით ახალგაზრდა კაცი არც ძარცველთან მეგობრობდა და ოჯახს არც ფინანსურად უჭირდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიუხედავად ბერიძის ჩვენების საფუძველზე მიხეილ შუშანოვი დააპატიმრეს. არც ძმაკაცი იყო მაგის, არც მეგობარი, არც არაფერი. არანაირი ახლო ურთიერთობა არ ქონდათ მაგათ. ჩვენ ამდენი წელი აქ ვცხოვრობთ. აი, მე მარტო კი არა, ამას ყველა იტყვის, რომ მიხაილი და ნუკრი არასდროს არ ყოფილან ახლო ურთიერთობაში. მიზეს, რატომ აღმოჩნდა ახალგაზრდა გისოსებს მიღმა, ასახელებენ მისი ოჯახის წევრები. ხათუნა შუშანოვა გვიყვება, რომ მკვლელობის მეორე დღეს მიხეილ შუშანოვს ნუკრი ბერიძემ $500 სოფლიდან გასაქცევად სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამიტომ გაბრაზებულმა ის ჩვენებაში დაასახელა. პოლიციელები კი ბრალდებულს გაურიგდნენ. სკალი არის მოწმე. შევარდა ბოსეშო დაგვიძახა, რომ დამეხმარევითო. რომ ამოვედით უკვე მოგებული ქონდაო ძროხასო და ხელთ ეკავაო ეს ხბო. ხო, ეს ხბო ხელთ ეკავაო და ეს ტანსაცმელი ეცვაო. ქონ მეუღლეს ეს ტანსაცმელი ქონდა ძროხამ რომ მოიგო. აი მაშინ ხო. იქ ეცვა. ვითომ და ჩემ მეუღლე იყო იმის სისხლი იყო ვითომ. შუშანოვები ყვებიან, რომ ბრალდებულის პოლიციელებთან გარიგება საკუთარი მიზეზი ჰქონდა. თავად სამართალდამცავები მათ ოჯახს მცირეხნით ადრე დაუპირისპირდნენ. წალკის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელში ფინანსურად ყველაზე კარგ მდგომარეობაში მყოფ შუშანოვებს შესთავაზეს ფულის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების სანაცვლოდ რეგიონში მფარველობას გაუწევდნენ. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც ოჯახის ინფორმაციით ეგრეთ წოდებული კრიშა შესთავაზათ, წალკის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი რეზო ბოლქვაძეა. შუშანოვების მხრიდან უარის თქმა გახდა მიზეზი, რომ ძარცვაში ბრალდებულთან გარიგებული პოლიციელი რეზო ბოლქვაძეს სახლში ჩხრეკას და დაპატიმრებას მეთაურობდა. ამაში დაკავებულის მეუღლე დარწმუნებულია. მიშას უკანასულ დავდიოდითო. სად შოულობდაო ამ ფულსაო, როგორ შრომობდა, ხან კარტოფილი უნდოდათ, ხან ქერი უნდოდათ, პოლიციას, ხან თანხა უნდოდათ გვასესხე თვითონ იმასაც. რამდენჯერ თანხას კი გიუსესხებე ჩემ მეუღლეს. პოლიციელები სახლში ჩხრეკის ორდერის გარეშე შევიდნენ. თავად მიხეილ შუშანოვი ამ დროს პოლიციაში იმყოფებოდა. მკვლელობის ფაქტზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული. სახლი კი 4 არასრულწლოვნის თანდასწრებით გაჩხრიკეს. ამის გამო მიხეილ შუშანოვის 10 წლის შვილმა მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო.
იმ წუთში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც დედამ განმარტა, იყო ძალიან კრიტიკული, ბავშვი გახდა ატირებული, ტიროდა, დაშინებული, რომ წარმოედგინეთ სახლში შევიდა პოლიციელები, ისხდნენ, მას აუგზავნეს პოლიციის თანამშრომლებმა, გარეთ გასვლა, დასვეს ერთ ადგილზე, პატარა ბავშვს შეელახა თავის უფლებები, შემდგომ წაიღეს რაღაცი ტრანსამოსი, შემდეგ ისე უკან დააბრუნეს. გამომძიებელ რეზო ბოლქვაძის წინააღმდეგ გაჩენილი კითხვების დასასმელად მას წალკის პოლიციის განყოფილებაში სამსახურში მივაკითხეთ. ბოლქვაძემ შაბათის მთავართან საუბარი არ ისურვა. დარღვევებზე საუბარი არ მოინდომეს არც მისმა კოლეგებმა. სად მუშაობს რეზო ბოლქვაძე? წალკის რაიონის სამმართველო. აქ? ხო? და სად არის ახლა? პრესცენტრს მიმართეს ძალიან გთხოვ. ხო და სად იმყოფება პრესცენტრს კი მიმართოს, მაგრამ თვითონ სად არის? პოლიციის დღეს მუშაობს? არ ვიცი ვირა გააკეთა და მაგის შესახებ პრესცენტრს მიმართეთ ხაბატონო. ჩხეკის ორდერის გარეშე გაჩხეკავდით აქვს? არის მოწონების თანდასრებით? ეგეთი დაუშვებელია. რატომ დაადანაშაულა ბრალდებულმა ნუკრი ბერიძემ მიხეილ შუშანოვი და იცნობდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს? ამ კითხვით მის სახლში მივედით. ბერიძის მეუღლემ ვრცლად საუბარი არ ისურვა და გვითხრა, რომ არც ჩვენების და არც საქმის დეტალები არ იცის. ვისთან ერთადაც იყო კი არის საჭირული და არის ციხეში დასმა. მიხეილ შუშანოვთან ერთად იყო მისული თქვენი მეუღლე. მანა უილად ვინმე არ დაადექცეს არავის. ახლა მეგობრობა რო ქონოდა თქვენ გეცოდინებოდეთ ცხადია ხო მათი მეგობრობის შესახებ. ვისანაც ვიარებოდა ნუკრის ახლა ურთიერთობა ქონდა მოდიოდა და წადიოდი. მაგრამ მაგასთან არ ვიცი. მიხეილთან არ ყოფილა ახლა მეგობრობაში. მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად მიხეილ შუშანოვის წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე მადონა მაისურაძემ გადაწყვეტილება 4 სექტემბერს მიიღო. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნუკრი ბერიძეს 8 წელი, ხოლო მიხეილ შუშანოვს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ოჯახი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ბერიძე აყვანილი იქნა მორგში, სადაც ესვენა არც გარდაცვლილი და იქ მოხდა აღნიშნული პიროვნების დაკავება. აი ამით ყველაფერი დავხურე. ყოველთვის ბერიძე აქტიურობდა, იმიტომ რომ ყველაზე ჭეშმარიტი დამნაშავე არის ბერიძე პროკურატურას. ერთი მცირედი მტკიცებულებაც არა აქვს. შემთხვევით ადამიანს რომ ეჭვის დონეზე მაინც დაუსაბუთო, რომ ეს პიროვნება დამნაშავე. ეს ხო აბსურდულია რა. საქმე რომ გაყალბებულია და ბრალდებები პოლიციელების მხრიდან შეთეთხნილი, დარწმუნებულია შუშანოვების ოჯახი. იმის მიხედვით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, შუშანოვები გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ. სულ რამდენიმე დღეში 1 ოქტომბრიდან საჯარო სკოლების მოსწავლეების ნაწილი მერხებს დაუბრუნდება. თუმცა სტუდენტებს და უფროს კლასელებს კიდევ კარგა ხანს მოუწევთ ონლაინ გაკვეთილებზე განათლების მიღება. მაგრამ რა ქნას იმ 50,000-მდე მოსწავლემ, ვისაც ინტერნეტზე წვდომა უბრალოდ არ აქვს. ან რა ქნან მშობლებმა, ვისაც სამსახური ჯერ არ დაუკარგავს, მაგრამ ახლა იძულებულია სახლში იჯდეს. ან საერთოდ რა განათლებაზე ვსაუბრობთ, როცა მასწავლებლობის სურვილთა 74% მინიმალური კომპეტენციის ზღვარსაც კი ვერ ლახავს. განათლება უფლებაა, რომელსაც ახლა ჩვენ შვილებს ვართმევთ. კორონა გაკვეთილებიდან ვერაფერი ისწავლა ვერც თავად ხელისუფლებამ. ვისი გულგრილობაც მომავალ თაობებს დახს ახლა სამუდამ. ტელეფონს ვიღებ და მივდივარ ერთ-ერთ კონკრეტულ ადგილას და მეზობლის Wi-Fi-ს ვიჭერ, რადგან დავალება მოვიწია და მე შევასრულო. სალომე კიკნაველიძე მერვე კლასშია. მთავრობის გადაწყვეტილებით მას გაკვეთილები ისევ დისტანციურად ჩაუტარდება. ანა კალანდაძეზე ინფორმაციის მოძიება მას მობილური ტელეფონით უწევს. მეზობლის ინტერნეტზე შესვლას კი მხოლოდ ამ კარტთან დგომით ახერხებს. ზოგჯერ გათიშულ მეზობლის Wi-Fi-ს და გაკვეთილებს გარშე დარჩენილი ვარ. ზოგჯერ ვერ შემიცრულებია დავალება იმის გამო, რომ შუქით ჩავთვალა. სალომეს დედა მარტო ზრდის. დამხმარე არავინ ყავს, სამსახურიც დაკარგა და დღეს მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ოჯახის მდგომარეობით და თუ როგორ მოახერხებს ბავშვი ონლაინ რეჟიმში სასწავლო პროგრამაში ჩართვას არავინ დაინტერესებულა.
ერთი წელია უკვე თითქმის მქონდა და გავაუქმე, რომ ვერ შევძელი მისი გადახდა. იმდენად გაჭირდა, რომ უშევარი ვარ და ვეღარ ვევძლებ რა, რომ გადავიხადო და ძალიან წვალოს ბავშვი, კიპეზეც კი ხამე დამჭდა რა, რომ დაეწერა და არ მინდა, რომ ესე უსწავლელი დარჩეს და შეუძლია ბავშვი, ნიჭიერი ბავშვია და ყველაფერი წყალში ჩავყარო. და დაინტერესდნენ რამდენად შეუძლია ბავშვს გაკვეთილების მომზადება, მაგრამ არავის არ აინტერესებს. დისტანციური სწავლებით უკმაყოფილო სტუდენტებიც არიან. ტყუილად ქირა რომ არ იხადონ, ბევრს რაიონში მოუწია დარჩენა, სადაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მქონია ინტერნეტთან წვდომის პრობლემა, არ მქონია მაგალითად ფულადი სახსრები იმისა, რომ ინტერნეტი შემეძინა და დავსწრებოდი ონლაინ ლექციებს. ხატია ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრაულადანაა. ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია, მაგრამ ასეთ პირობებში სწავლისთვის ფულის გადახდას აღარ აპირებს. ფიქრობ, რომ აკადემიურიც კი ავიღო, რადგან ძალიან დიდი თანხის გადახდა მიწევს და ამ თანხის შესაბამის და ადეკვატურ განათლებას ვერ ვიღებ. ხატიას მსგავსად ფიქრობენ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. მათ განათლების სამინისტროს წინ აქცია გამართეს და დისტანციური სწავლების გაგრძელება გააპროტესტეს. ეს უბრალოდ დროის ფუჭი კარგვა და ესე რა ვთქვათ, ჩვენი ფინანსების წყალში გადაყრა. ამიტომაც ჩვენ ვერ დაუშვავთ ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს სწავლა. უცდიან ჩვენს მოთმინებას სტუდენტების დისკრიმინაციის ხარჯზე, ანხორციელებენ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ჩემი აზრით სტუდენტებს უფრო შეგვწევს იმის ზალა, რომ ეს ყველაფერი დავიცვათ, ვიდრე პირველიდან მე-6 კლასამდე ბავშვებს, იმიტომ რომ მათ ვერ აუხსნიან იმას, თუ რატომ უნდა დაიცვან თუნდაც დისტანცია და ჩვენ უფრო გვაქვს იმის შეგნება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. ამ ხელა თანხას იმაში არ ვიხდით, რომ ონლაინ ვიდეოებით ვისწავლოთ. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ტრანსპორტში თუნდაც გარეთ ქუჩაში უამრავი ადამიანი ერთად იკრიბება და სხვათა შორის პირბადების გარეშეც კი. რატომ არ შეიძლება იმის მოგვარება, რომ თუნდაც სტუდენტების ნაწილი დილით მივიდეს უნივერსიტეტში, ნაწილი შუადღეს, ნაწილი საღამოს და გადანაწილდეს. აუდიტორიები გვაქვს საკმარისი. გაზაფხულზე სასწავლო პროცესს ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო ათასობით მოსწავლე და სტუდენტი გამოეთიშა. UNICEF-ის მონაცემებით საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50,400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი. მთავრობამ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დახარჯა სხვადასხვა დახმარებების სახით, მაგრამ მოსწავლეების და სტუდენტების სწავლის ხარისხის და საერთოდ სწავლაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არაფერი გაკეთებულა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ 7 თვის მანძილზე რეალური და ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლებას სამწუხაროდ არ გადაუდგამს, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო განსაკუთრებით საჯარო სექტორის სკოლების მომზადება პირდაპირ სასწავლო პროცესის წარმართვისათვის, მათი ინფრასტრუქტურა არ პასუხობდა იმას, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული ყოფილიყო. ჩვენ ვიცით სკოლები, სადაც არის საპირფარეშოების პრობლემა, ხელის დაბანის შესაძლებლობა არ არსებობს. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მან გადაწყვიტა, რომ მარტივი გზისთვის მიემართა და ყველა სკოლა ჩაკეტა. მათ შორის კერძოდ, სადაც ეს პირობები ბოლომდე იყო დაკმაყოფილებული. გაზაფხულის სასწავლო სემესტრის ფორს-მაჟორში ჩატარებას ყველა გაგებით მოეკიდა. სტუდენტების გარდა მოლოდინი, რომ განათლების სამინისტრო შემოდგომის სემესტრს უფრო მომზადებული შეხვდებოდა და რაიმე გეგმა შეიმუშავებდა, არასამთავრობო სექტორსაც ჰქონდა. საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-მა იმის გამო, რომ დისტანციურ სწავლებას ბევრი მოსწავლე უსახსრობის გამო გამოეთიშა, მრავალშვილიან ოჯახებს კომპიუტერები გადასცა. როდესაც დაინახეს, რომ სამინისტრო პანდემიის მეორე ტალღის მოახლოებას მოუმზადებელი ხვდებოდა და სკოლებისთვის არანაირი ახალი სასწავლო გეგმის შემუშავებას არ აპირებდნენ, გადაწყვიტეს რეკომენდაციები თავად მოემზადებინათ. მარტშივე ცნობილი იყო და ძალიან პროგნოზირებადი, რომ დისტანციური სწავლების მიმართულებით მასწავლებლებს დაჭირდებოდა ძალიან სერიოზული დახმარება. კარგ სისტემაში ამისთვის სახელმწიფოს ჰქონდა დრო. დაეკოორდინირებინა და მობილიზაცია თვითონ მოეხდინა. აცილებით ადრე, იმიტომ რომ ჩვენ ამ რეჟიმში ვიყავით მარტიდან. განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების ჯგუფმა სამინისტროს გამზადებული პროექტი რამდენიმე დღის წინ გადასცა. ახლა სამინისტროს მხოლოდ მისი სკოლების დირექტორებისთვის დაგზავნა ევალება, თუმცა მთელი ზაფხული უმოქმედობაში დაიკარგა და უკვე დაწყებული სასწავლო პროცესის დროს ეს დახმარებაც დაგვიანებულია. სამინისტრომ თქვა, რომ კიო და ძალიან გაუხარდათ და
თან იმიტომ რომ უკვე იყო აგვისტო. ანუ ჩვენ საკმაოდ ხანი დავიცადეთ და როცა ვნახეთ რომ ეს ხარვეზი ვთქვათ ასეთ ვადებში ვერ აღმოიფხვრებოდა. ვეცადეთ რომ ამაზე გვემუშავოთ. გადაეცა განათლების სამინისტროს და მათგან გვაქვს პირობა რომ ამას მიაწვდიან საჯარო სკოლებს. მაღალი კლასის მოსწავლეების სახლში დატოვებას და მათთვის სასკოლო პროცესის კვლავ დისტანციურად გაგრძელებას უარყოფითად აფასებენ ფსიქოლოგებიც. ამასაკის ბავშვების სოციალიზაციისთვის კლასებში სიარული რომ აუცილებელია ყველაზე უკეთიციან სპეციალისტებმა. თინეიჯერები, ეგრეთ წოდებული გარდამავალი ასაკი, რომელიც ამ წუთას ვერ მოხვდნენ სასკოლო ფიზიკურად სკოლაში, ხო? რეალურად ახლა 13-14 წლის ასაკი ის ასაკია, როცა ადამიანები სწავლობენ მეგობრობას, ურთიერთობას სწავლობენ და ჰაერივით აუცილებელია მათთვის თანატოლებთან ურთიერთობა. რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მესმის ფრაზები, როგორ წუხან ბავშვები, რომ რა აზრი აქვს ცხოვრებას, რისთვის უნდა გავიღვიძო, რატომ უნდა ვისწავლო. მოტივაციაც დაკარგული აქვს ბავშვებს, ხალისი აქვს ზოგადად დაკარგული და ცოტა ეს დეპრესიული ფონიც უკვე გაჩნდა. გარდაუვალი მეორე ტალღის მოლოდინში მთავრობამ ვერც სპეციალისტების რეკომენდაციით შეძლო რაიმე მოსავალი მოეძებნა. ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე თვლის, რომ თუნდაც სასწავლო წელი ცოტა ადრე რომ დაეწყოთ და ბავშვებს 1-2 თვე მოესწროთ სკოლაში სიარული, ესეც შედეგის მომტანი იქნებოდა. მოგვიწევს რაღაცა პერიოდი ისედაც ონლაინ რეჟიმში მთლიანად გადასვლა ალბათ. ამიტომ იქნებ მოგვესწრო სექტემბერში, თუნდაც ოქტომბერში რაღაც ნაწილი რომ ბავშვებს სკოლაში ევლოთ. ან ის ჰიბრიდული ცხრილი რაც იყო, რაზეც იყო ლაპარაკი კვირაში ორჯერ მაინც გასულიყვნენ გარეთ და მთლიანად იზოლირებაში არ მოგვექცია. ახლა როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის პროტესტის გამო იძულებულია მკაცრი შეზღუდვები აღარ დააწესოს, მთავარი დარტყმა სკოლის მოსწავლეებს მიადგათ, რომელთა განათლებაც ჯერ კიდევ დაუხვეწავი და გაუმართავი ონლაინ სწავლების იმედად რჩება. იმედია იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც ეს ეხება და ვინც სკოლაში უნდა მივიდეს, სასწავლო პროცესი იქნება უსაფრთხო და იმედია, რომ მათ ისევ რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნება არ მოუწევთ. ჩვენ კი აქ უნდა დავასრულოთ, ერთმანეთს შევხვდებით მომავალ შაბათს, მთავარ არხზე, მაუწყებლობას კი ახალი შაბათის შოუ განაგრძობს. ნახვამდის.